წინა გადაცემაში ჩვენ მოგიყევით თუ როგორ ცდილობენ შეერთებულ შტატებში კონსერვატორი გუბერნატორები და კონსერვატიული შტატები ცოტათი მაინც შეამცირონ ის LGBT შიზოფრენია, რაც 10 წლეულების განმავლობაში ამერიკაში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე deep state-ის ძალისხმევით ბატონობს. რატომ დადგა დღის წესრიგში იმ კანონმდებლობის შეცვლა, რომელიც წლებია უკვე როგორც ფედერალურ ისე შტატების დონეზე მოქმედებს და რაც მთავარია რა მოუტანეს ამ კანონებმა ამერიკას. როგორ გახდა ერთდროს დევიაციად მიჩნეული არატრადიციული ცხოვრების წესი მისაბაძი და როგორ ჩამოყალიბდა უმცირესობაში მყოფი LGBT თემი პრივილეგირებულ კასტად. იმისათვის, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას იგივე deep state LGBT პროპაგანდა გაიოლებოდა და გარყვნილების გავრცელება განსაკუთრებით ახალგაზრდებში მარტივად მომხდარიყო, მხოლოდ ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონება ან გეი წყვილებისთვის შვილად აყვანის უფლება არ იყო საკმარისი. არც მხოლოდ სქესის შეცვლის უფლების მინიჭება აქცევდა LGBT თემს მიმზიდველად. პროპაგანდის ტემპის დასაჩქარებლად აშკარად რაღაც მეტი იყო საჭირო. არატრადიციული ცხოვრების წესის მიმბაძველობა საჭიროებდა მისი ისეთი უპირატესობებით აღჭურვას, რომელიც LGBT თემს ყველა სხვა ჯგუფისგან გამორჩეულს, ხოლო გაუკუღმართებული ცხოვრების წესს ტრენდულს გახდიდა. წარმატების მიღწევის შესაძლებლობას გაუადვილებდა და უკეთეს სამუშაო და ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანდა. მხოლოდ ასე შეძლებდა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე deep state-ი, LGBT გარყვნილება ახალგაზრდებში პოპულარული გაეხადა. დამახინჯებულ ცხოვრების წესს კი ბევრი მიმდევარი გასჩენოდა. ამიტომაც დემოკრატების მმართველობის დროს ობამასა და ბაიდენის ადმინისტრაციების პირობებში სახელმწიფო ორგანოებისთვის და კერძო სექტორისთვის სავალდებულო გახდა ეგრეთ წოდებული დეი პროგრამების ამუშავება, რაც იშიფრება როგორც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამები. სწორედ ეს პროგრამები გააუქმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველსავე დღეებში. რადგან სწორედ დეი იძულების გზით მოხდა შტატებში LGBT თემის პრივილეგირება. თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პროგრამები სხვა უპირატესობებთან ერთად მოიცავდა LGBT პირებისთვის სამუშაო ადგილზე მათი უფლებების დაცვის მოტივით სასათბურე პირობების შექმნას, რომელიც გეებს, ლესბოსელებს და ტრანსებს ტრადიციული ცხოვრების წესის მქონე პირებზე მაღლა აყენებდა. სწორედ ასეთი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა ამერიკელი მარლინ ეიმსი, რომელიც ოჰაიოში ახალგაზრდული სერვისების დეპარტამენტში მუშაობდა 13 წლის განმავლობაში. თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო. მისი საქმიანობით ხელმძღვანელობაც კმაყოფილი იყო და ეიმსიც დამსახურებულ დაწინაურებას ელოდა, მაგრამ ყველაფერი 2017 წელს შეიცვალა. ახალგაზრდული სერვისების დეპარტამენტში, ისევე როგორც მთელ ამერიკაში, პროგრესულობის ტრენდი დეი პროგრამების, ანუ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოპულარიზება გახდა. ამ შიზოფრენიის წყალობით კომპანიები, დეპარტამენტები და სამინისტროები მაშინვე ჰომოსექსუალებით, ლესბოსელებითა და ტრანსგენდერებით გადაივსო. მერლინ ეიმსი დააქვეითეს და მის ადგილას ახალგაზრდა გამოუცდელი გეი დანიშნეს. დაქვეითება ეიმსმა სასამართლოში გააპროტესტა, თუმცა წლების განმავლობაში სამართალი ვერ იპოვა. მისი საქმის განხილვა ამერიკის უზენაესმა სასამართლომ მხოლოდ ტრამპის მიერ დეი პროგრამების გაუქმების შემდეგ განაახლა. ასეთივე გახმაურებული საქმე, ოღონდ უკვე LGBT უპირატესობის მხრივ, იყო ამერიკელი გეი პოლიციელის Kip Wildhaberis საქმეც, რომელმაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის მიერ დამკვიდრებული დეი პროგრამებით შეგულიანებულმა მისურის შტატის პოლიციას დაწინაურება მოსთხოვა. თუმცა სხვა კოლეგებისაგან არაფრით გამორჩეულმა პოლიციელმა ხელმძღვანელობისაგან უარი მიიღო, რაც სასამართლოში გაასაჩივრა. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის მიღებული კანონებით მართულმა სასამართლომ Wildhaberისთვის უარი დისკრიმინაცია ჩათვალა და პოლიციის დეპარტამენტს ჰომოსექსუალი პოლიციელისათვის კომპენსაციის სახით $20 მილიონი გადახდა დააკისრა. რითაც შტატებში შეიქმნა პრეცედენტი, თუ რა ფასი ჯდება LGBT პირების არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება. თუმცა LGBT პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნა ამერიკაში მხოლოდ სამუშაო ადგილზე უპირატესობის მინიჭებით არ შემოფარგლულა. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის საცეცებმა მოიცვეს სოციალური ცხოვრების ყველა სფერო, მათ შორის ჯანდაცვაც.
შტატებში, სადაც სამედიცინო მომსახურება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია და მილიონობით ამერიკელი მინიმალურ ჯანდაცვის სერვისებს ვერ იღებს, LGBT პირებისათვის Deep State-ის მართულმა ხელისუფლებებმა 10 წლეულების განმავლობაში მილიარდობით დოლარი დახარჯეს ტრანსებისთვის სქესის ცვლილების სერვისის მიწოდებაზე. ხოლო თუ რომელიმე კონსერვატიული შტატი ვარს იტყოდა სერვისების მიწოდებაზე, რა თქმა უნდა, საქმეში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის მართული სასამართლო ერთვებოდა. მაგალითად, მინისოტა შტატში მოქალაქე ბრიტენი ტავარმა სასამართლოს მიმართა. ის ტრანსგენდერი შვილისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფარვას ითხოვდა, რომლის ანაზღაურებაზეც უარი მიიღო. ტოვარი ამტკიცებდა, რომ შვილისათვის უარის თქმა სქესის შეცვლის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე არის დისკრიმინაცია სქესის საფუძველზე. რა თქმა უნდა, სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და შტატს ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. თუ როგორ გახდა შეერთებულ შტატებში ერთდროს არატრადიციული უმცირესობა პრივილეგირებული კასტა და როგორ კარგავს ის ამ პრივილეგიებს დღეს, ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. შეერთებულ შტატებში სექსუალური უმცირესობა უკვე აღარ არის. ეს იქცა ტრენდად, თითქმის პრივილეგირებულ კასტად, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამას გელაპის კვლევებიც ადასტურებს. 2020 წლის მონაცემებით ამერიკელების 5.6% აიდენტიფიცირებდა თავს LGBT თემის წარმომადგენლად. ბოლო კვლევებში კი ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 9.3% შეადგინა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეათე თავს აიდენტიფიცირებს როგორც LGBT+. მაგრამ თუ ცალკე გამოყოფთ Gen Z-ს, პროცენტული მაჩვენებელი 23%-ს აჭარბებს. გამოდის, რომ ყოველი მეხუთე თავს არატრადიციული ორიენტაციისა და ცხოვრების წესის მიმდევრად აიდენტიფიცირებს. სტატისტიკა აჩვენებს, რაც უფრო ახალგაზრდაა თაობა, მით მეტად იზრდება LGBT პროცენტული რაოდენობა. Gen Z თაობის 1997-2006 წლებში დაბადებულები, დღეს 18-27 წლის მოზარდები, 23.1% მიიჩნევს თავს LGBT წარმომადგენლად. მილენიალთა წარმომადგენლებში 1981-1996 წლებში დაბადებულები, ეს მაჩვენებელი 14% შეადგენს. Gen X-ი 1965-1980 წლებში დაბადებულებში 5%. Baby boomerები 2%-მდე ადის. ეგრეთ წოდებული Silent Generation-ი 1928-დან 1955 წლამდე დაბადებულები 1.8%. რა იწვევს LGBT თემის ზრდას? პასუხი ერთია და მარტივი. რაც უფრო კომფორტული ხდება გარემო LGBT+-ებისთვის, რაც უფრო დიდია სივრცე პროპაგანდისთვის, რაც უფრო მეტ ძალისხმევას და ფინანსებს დებს არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე Deep State-ი, მით უფრო იზრდება მათი რიცხვი. პრაქტიკა ადასტურებს, ჰომოსექსუალური ცხოვრების წესის პროპაგანდა შესაძლებელია ისევე, როგორც ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა. პრინციპი იგივეა, სექსუალური გადახრებისა და ტრანსსექსუალიზმის პოპულარიზაციაც გარყვნილებით დაინტერესებულთა რიცხვს ზრდის. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის დაქვემდებარებული LGBT ლობი ავრცელებს არამხოლოდ იდეებს ჰომოსექსუალური ცხოვრების წესის ნორმალურობასა და თანაბარ ღირებულებებზე, არამედ ცდილობს მას მიანიჭოს ელიტარულობის ელფერიც. LGBT+-ობა ჯერ მისაბაძი ხდება, შემდეგ ნორმას გათანაბრებული, ბოლოს პრივილეგირებული. ყველა პრივილეგია დაიკანონეს. ამიტომაც ახლა, როცა ტრამპის ადმინისტრაცია ამ კანონების გაუქმებას იწყებს, ის არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის დიდ წინააღმდეგობას აწყდება. LGBT ლობი პროტესტის ორგანიზებას ახდენს. პრივილეგიების დაკარგვა არ სურთ. უფლებები აქვთ, მაგრამ უფრო მეტი სჭირდებათ. იმიტომ რომ პრივილეგიების გარეშე ისინი დაკარგავენ მიმზიდველობას. თუ მიმზიდველობას დაკარგავენ, აღარ იქნებიან ტრენდში. თუ ტრენდში არ იქნებიან, ვეღარ მიიპყრობენ ახალგაზრდების ყურადღებას. ახალი თაობის გარეშე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის გეგმა ახალი უსქესო და იდენტობა წართმეული საზოგადოების გამოსაყვანად ჩავარდება. პრივილეგიების დაკარგვის ამიტომაც ეშინიათ. გარყვნილების მოდათქცევა, გენდერული იდეოლოგიის გავრცელება არც ერთ დღეში მომხდარა და არც ერთ წელში. არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ იგივე Deep State-მა არატრადიციული ცხოვრების წესების გასაბატონებლად დიდი თანხები და რესურსები დახარჯეს. შეიმუშავეს სტრატეგია და განსაკუთრებული ტაქტიკა. შეაღწიეს ყველა ცნობიერებაში, ყველა დაწესებულებაში, ყველა კანონში. პირველ ეტაპზე LGBT პროპაგანდის მიზანი საზოგადოებაში ჰომოსექსუალობისადმი მინიმუმ ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება ხდება. საზოგადოებისთვის ის მისაღები რომ გახდეს და ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურით შეიცვალოს.
ახალგაზრდებმა უნდა დაიჯერონ, რომ გარყვნილება სირცხვილი კი არ არის, სოციალური კონტექსტიდან ამოვარდნილი კი არ არის, ან ცოდვად კი არ ითვლება, არამედ არის ნორმა, არის სიყვარული, არის სიამაყე და არის მოდური. ამ ნარატივის გასავრცელებლად შტატების ხელისუფლებამ ქვეყანაში DEI პროგრამების გამოყენების ვალდებულება დაადგინა. ის მოიცავს მრავალფეროვნების თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამებს. ეს რეალურად LGBT+-ებს უფლებებს კი არა დიდ პრივილეგიებს აძლევს. უბრალოდ წარმოიდგინეთ, დამსაქმებლები თანამშრომლებს პროფესიული თვისებების მიხედვით კი არ არჩევენ, არამედ სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. უპირატესობა LGBT+-ებს უნდა მიანიჭონ. ეს აუცილებელია. LGBT იდეოლოგიის ინსტიტუციონალიზაცია ამერიკაში სწორედ DEI პროგრამების გამოყენებით ხდება. ასეთი პრივილეგია სიგნალია, თუ ფერადობას აღიარებ და მიიღებ, მაშინ სამსახურსაც ძალიან მარტივად იშოვი და არა მხოლოდ იშოვი, შეინარჩუნებ კიდეც. ვერც შემცირება შეგეხება, ვერც გისაყვედურებენ და ვერც დაწინაურებაზე ან დაჯილდოებაზე გეტყვიან უარს. თუ გეი ხარ, ტრანსი ხარ, ლესბი ხარ ან რომელიმე ფერადი პლუსი, დაგიცავენ. кейსები ძალიან ბევრია. რამდენიმე ვნახოთ. რამდენიმე წლის წინ კეიტ უაილდჰაბერი ღიად ჰომოსექსუალი პოლიციელი ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატიდან სასამართლოს მიმართავს. მიზეზი დაწინაურებაზე უარის მიღება. ის დარწმუნებულია, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო არ აწინაურებენ. სასამართლო მის მიმართ დისკრიმინაციას ადგენს და ხელმძღვანელობას ავალდებულებს მორალური ზიანისთვის გეი პოლიციელს $20 მილიონი კომპენსაცია მისცეს. ეს საქმე გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება. საჯარო სამსახურებს კი აჩვენებს, რამდენად ძვირი დაუჯდებათ LGBT ფერადი პლუსების არ დაფასება. ჯერალდ ბოსტოკი ბავშვთა დახმარების სამსახურში მუშაობდა. დაითხოვეს არაპროფესიონალიზმის გამო, თუმცა სასამართლოში ამტკიცებდა, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო გააგდეს. კლეიტონის საგრაფოში, ჯორჯიის შტატში, მან გეი ბეისბოლის გუნდში თამაში დაიწყო და ამის შესახებ სამსახურში გაიგეს. მალევე დაუწყეს ზედამხედველობა და შემდეგ გაათავისუფლეს სამსახურიდან. მიზეზად კი არაპროფესიონალიზმი მიუთითეს, თუმცა თვითონ ბოსტოკი ამტკიცებდა, რომ რეალური მიზეზი მისი სექსუალური ორიენტაცია იყო. სასამართლო, რა თქმა უნდა, მის გვერდით იდგა. DEI პროგრამები, მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზიურობა, ის მთავარი იარაღია, რითაც LGBT იდეოლოგია შედის ამერიკის ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში. პროცესი იწყება ჯერ უნივერსიტეტებიდან, შემდეგ ვრცელდება საჯარო სკოლებსა და ბოლოს ბაღებშიც. ბაღიდანვე ბავშვებს უყალიბებენ წარმოდგენას, რომ ჰომოსექსუალობა ეს არა მხოლოდ სრულიად ნორმალურია, არამედ ძალიან პროგრესული და გლამურულია. ბაღების ადმინისტრაცია ვალდებულია ბავშვებისთვის გენდერული იდეოლოგიის გავრცელება უზრუნველყოს. LGBT ზღაპრები შეაქვთ. ხშირ შემთხვევაში ზღაპრებს 3-5 წლის ბავშვებს თავად ბრჭყვიალ კაბებში გამოწყობილი ტრანსები უკითხავენ. ეუბნებიან, როგორი დიდი თავგადასავალია სქესში მოგზაურობა. არწმუნებენ, რომ LGBT ფერადობა დიდი გამბედაობა და ბედნიერებაა. ბავშვებს არწმუნებენ, რომ შეუძლიათ აირჩიონ სქესი და გახდნენ ის, რაც უნდათ. ეუბნებიან, რომ შეუძლიათ გოგოც იყვნენ და ბიჭიც. სქესთან ერთად კი შეუძლიათ შეიცვალონ სახელი და ნაცვალსახელი. მასწავლებლები კი ვალდებულნი არიან ბავშვებს მიმართონ იმ სახელითა და ნაცვალსახელით, რასაც ისინი მოითხოვენ. სკოლებში დირექტორებისთვის გენდერული იდეოლოგიის პროპაგანდა მთავარი მისია ხდება. ეს პოზიცია შემთხვევით არ არის შერჩეული. სასწავლო გეგმაზე გავლენა სწორედ მათ აქვთ. ასე იწყება განათლების გაკვეთილებში LGBT თემების შეტანა. ამ გაკვეთილებზე დასწრება სავალდებულო ხდება. მაგალითად, კალიფორნიაში და ნიუ-ჯერსიში სკოლები ვალდებულნი არიან ჰქონდეთ LGBT ინკლუზიური სწავლება. LGBT ბავშვებს მოიხსენიებენ როგორც გამბედავებს და განსაკუთრებულებს. ყველა სკოლაში სავალდებულოდ ფუნქციონირებს კლუბები და წრეები, რომლებიც მათ ემსახურება და მხარს უჭერს. ისინი აშკარა უპირატესობით სარგებლობენ ჩვეულებრივ, ნორმალურ ბავშვებთან შედარებით. შემდეგი საფეხური უკვე უნივერსიტეტებია. აქ უკვე DEI ოფისები ყველაზე ძლიერი ინსტიტუციური ბერკეტი ხდება. აბიტურიენტებს მიღებისას ხშირად თხოვენ აღწერონ, როგორ უჭერენ მხარს მრავალფეროვნებას. LGBT სტუდენტური კლუბები კი სახელმწიფო გრანტებით ფინანსდება. ვინც LGBT თემას აკრიტიკებს, ისჯება აკადემიურად ან ადმინისტრაციულად. მშობლებს პროტესტის უფლება არ აქვთ. DEI პოლიტიკა უპირატესია. სასამართლო აქაც DEI პოლიტიკის მხარეს დგას. მშობლებს ეუბნებიან, რომ არც ბაღი და არც სკოლა ვალდებული არ არის მშობელს არასრულწლოვანი ბავშვის შესახებ ინფორმაცია აცნობოს. გენდერული იდეოლოგიის გავრცელებამ სასწავლო დაწესებულებებში ცნობიერების ფორმირება მოახდინა. ბევრი ბავშვისთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება, პრივილეგირებულობა და ბენეფიტები მიმზიდველი ხდება. მაღალი სტატუსი და პრივილეგიები მათ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგაც გარანტირებული აქვთ. კლინიკები ვალდებულნი არიან მათ განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრონ.
მათ ნებას დაყვნენ და არა შიდა პროტოკოლს. ამ პროტოკოლს ბაიდენი მოგვიანებით შეცვლის კიდეც და უკვე კაბიანი კაცები უფლებას მიიღებენ ისარგებლონ ქალების საპირფარეშოებით, დაწვნან ქალების პალატებში, ისარგებლონ ქალების საშხაპეებით. სველი წერტილები ტრანსებისთვის ტამპონებითაც უნდა მომარაგდეს და ესეც ბიუჯეტის ხარჯზე. სქესის შეცვლის მოთხოვნა პრიორიტეტულია. უარის თქმა არც კლინიკებს შეუძლიათ და არც სადაზღვეო კომპანიებს. ვინც წესებს დაარღვევს, მაშინვე სასამართლოში უჩივიან და კომპენსაციებს ახდევინებენ. მინესოტას შტატში დედამ ბრიტენი ტოვარმა სასამართლოს მიმართა. ის ტრანსგენდერი შვილისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფარვას ითხოვს. ტოვარი ამტკიცებს, რომ შვილისთვის უარის თქმა სქესის შეცვლის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე არის დისკრიმინაცია სქესის საფუძველზე. ამიტომაც უნდა გაუქმდეს. სასამართლომ მისი სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია. DEI პროგრამები თავდაპირველად თითქოს სოციალურ უთანასწორობასთან საბრძოლველად შეიქმნა, თუმცა შედეგად მან LGBT+-ები პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. კანონმა ყველას აუკრძალა, მათთვის არას თქმა. როცა ოჯახის შექმნა მოისურვეს, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აღარ დაიცავს ქორწინების აქტს სასამართლოში. 2016 წელს პრეზიდენტი ობამა კი ქორწინების შესახებ კანონს საერთოდაც გააუქმებს. ქორწინება უკვე აღარ არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი. უზენაესი სასამართლო მალევე დააწესებს ქორწინების უფლებას LGBT წყვილებისთვის. გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა შტატისთვის. შვილად აყვანის უფლება სურდათ მიიღეს, გეი წყვილებს უპირატესობა აქვთ. სასამართლოში მათ უფლებებს იუსტიციის დეპარტამენტი იცავს. ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი კი აფინანსებს პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს გეი წყვილებისთვის შვილად აყვანას. სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა სურთ, პრობლემა არ არის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ახალ რეგულაციებს მიიღებს. ტრანსგენდერი ქალები უკვე ქალთა კატეგორიაში ასპარეზობენ. ქალებისთვის ეს უსამართლო და მძიმე გამოწვევაა. აპროტესტებენ, მაგრამ უშედეგოდ. ლია თომასი მოცურავე მამაკაცი იყო. უნივერსიტეტის კაცთა გუნდში მონაწილეობდა. მოგვიანებით ჰორმონოთერაპიას იწყებს და ქალების კატეგორიაში გადავა. ქალებს შორის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ტრანსგენდერი ქალი უმაღლესი დონის ამერიკულ სტუდენტურ ჩემპიონატს იგებს. ასეთი შემთხვევები ბევრია და არა მხოლოდ სპორტი. LGBT+-ებს კარებს ფართოდ უღებენ კინოშიც. Disney, Netflix-ი, Warner Bros-ი და სხვა კინოკომპანიები ვალდებულები არიან მათ რომანტიკული და გმირული იმიჯი შეუქმნან. იმისთვის, რომ სხვებმა შეხედონ და მიბაძონ. დარწმუნდნენ, რომ თუ ტრანსი ხარ, ბედნიერიც შეიძლება იყო, წარმატებულიც და ყველასთვის სამაგალითოც. LGBT+-ებზე არც კომედიის გადაღება შეიძლება და არც ნეგატიურ კონტექსტში ჩვენება. როგორც 60 წლის ზევით თაობა, ძალიან მშვიდად და ბუნებრივად უყურებს რომანებს, ქალისა და მამაკაცის ნებიან, ტრაგიკულ ან დრამატულ ისტორიებზე. ასე ახალმა თაობამაც ძალიან მშვიდად და ბუნებრივად უნდა შეხედოს ეკრანებზე ან წიგნებში კაცების სიყვარულს, ტრანსების სქესში მოგზაურობას. ბევრმა რეჟისორმა დაიწყო LGBT ადამიანებისადმი მიძღვნილი ორიგინალური ფილმების შექმნა. საუკეთესო მაგალითებად მიიჩნევა ავსტრალიური ფილმი პრისცილას თავგადასავალი, უდაბნოს დედოფალი, ბრიტანული ორლანდო, ამერიკული ჩემი პირადი აიდაჰო, შხამი, ქალი საზამთრო. მათ უკვე იღებენ წამყვანი ბრენდების რეკლამებში. თანამედროვე დიზაინერები ქმნიან LGBT მოდას. ყველაფერი ეწყობა ისე, რომ რაც შეიძლება უფრო გლამურულად და ტრენდულად ჩანდეს ცხოვრების ის წესი, რომელსაც არაფორმალური ოლიგარქიული მომმართველობა ნერგავს. მთელი სისტემა ააწყვეს და ეს მთელი სისტემა მხოლოდ მათ პრივილეგირებულობას უზრუნველყოფს, რათა მიმბაძველები გამოუჩნდნენ. ამიტომაც ებრძვის არაფორმალური ოლიგარქიული მომმართველობა იგივე Deep State-ი გააფთრებით ამ პრივილეგიების გაუქმებას. ყველაფრის დაკარგვა არ სურთ. პროპაგანდის ძალა ხომ პრივილეგიებშია. თუ ის წაიშლება, მაშინ იდეოლოგიურ მიმზიდველობასაც დაკარგავს და LGBT პირების მზარდი რიცხვებიც დაიკლებს. სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის იგივე Deep State-ის ძალისხმევის შედეგად შტატებში არატრადიციული ცხოვრების წესი პოპულარული გახდა. LGBT თემის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებამ კი ის მისაბაძად აქცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. და რა თქმა უნდა, შედეგმაც არ დააყოვნა. მაგალითად, გელაპის კვლევის მიხედვით 2024 წელს ყოველი მეხუთე ამერიკელი ჯენზი თაობის წარმომადგენელი თავს LGBT თემის წარმომადგენლად მიიჩნევდა. უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით ამერიკელების უმრავლესობა ჯერ კიდევ თვლის, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინების გაუქმება არ იქნებოდა მთლად კარგი.
აი სწორედ ეს არის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე LGBT პროპაგანდის შედეგი, რომელსაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა მის ხელთ არსებული სახელმწიფო თუ კერძო ინსტრუმენტების მეშვეობით აწარმოებს. ამ პროპაგანდაში კი მთავარი ადგილი უჭირავს იმ უპირატესობას, რომელსაც LGBT თემი წლების განმავლობაში ფლობდა ჯანმრთელ უმრავლესობაზე და რომელსაც ყველაზე მეტად ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიზანში ამოღებული კანონების გაუქმება უქმნის საფრთხეს. დროებით.